მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვევებზე. რამდენად მნიშვნელოვანია კიდევ ერთის პრინციპის მოაზროვნეებთათვის კიდევ ერთი ახალი ჩვევის გამომუშავება და პრინციპში დღეს გვექნება საუბარი იმაზე, როგორ ჩნდება ჩვევები, ზოგადად რა არის ჩვევა, როგორ შეიძლება მისი ჩანაცვლება ახალი ჩვევებით და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის და ჩვენი წარმატებული ცხოვრებისთვის. რა დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში ზოგადად, ხო? და დავიწყებ ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვებით, როგორც წიგნის დასაწყისშია მოცემული, სამყაროსთვის შენი ნამდვილი ღირებულება ჩვეულებრივ იმით განისაზღვრება, რაც რჩება შენი კარგი თვისებებისგან ცუდის გამოკლების შემდეგ. და რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა რომ მივაღწიოთ წარმატებულ ცხოვრებას. ერთგვარად ცვლილებები, როდესაც უნდა დაიწყოს ჩვენში, დავაპირებთ ცვლილებებს და ტრანსფორმაციას, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ჩვევებზე, რაც ამდენი წლის განმავლობაში რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ჩვენში. დავიწყებ იმით, რომ ავტორი, ანუ ედ მაილეტი, გასასარევად ახსნის თავის მოსაზრებას ჩვევების შეცვლასთან დაკავშირებით და გამოყოფს პრინციპებს, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და თავში აი ახლა მინდა გითხრათ, რომ ვილაპარაკო დაცვის მექანიზმზე, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ადამიანის ტვინში ჩადებულია და იცით როგორი თვისება აქვს ტვინს, მაილეტი ძალიან კარგად განმარტავს ამას, რომ ტვინს შეუძლია დაზოგოს ჩვენი ენერგია იმ მიზნით, რომ ეს ენერგია შემდგომში უკვე სხვა საქმისთვის გამოიყენოს. ანუ ნებისმიერი საქმისთვის, ნებისმიერი ქმედებისთვის, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ხო? სადაც უფრო მეტად იქნება საჭირო. და სწორედ აი ამ ენერგიის დაზოგვას ემსახურება ჩვენი ჩვევები. ანუ რისთვის არის ამი ჩვევა, ხო? იმისთვის აყალიბებს ტვინი ჩვევებს, რომ შემდგომში ეს ენერგიის დაზოგვა მოხდეს, ანუ აღარ იქნება საჭირო ზედმეტი ენერგიის დახარჯვა ამისთვის. ფაქტურად იცით, რომ ჩვევა ეს არის ქმედება, რომელიც არის დასწავლილი და აბსოლუტურად არ ჭირდება იმას არც გონების ჩართულობა, არც აზროვნება, არც გაცნობიერება, იმიტომ რომ ჩვევა იმიტომ ქვია ჩვევას, რომ ავტომატური პროცესია, ანუ გვინდა, არ გვინდა, სასარგებლოა ჩვენთვის, არ არის სასარგებლო, იმ მომენტში გჭირდება თუ არ გჭირდება, ესეთი ჩვევა გვაქვს და ამას ვაკეთებთ ავტომატურ რეჟიმში. თუმცა ძალიან ბევრი რამ, რაც რისთვისაც საჭიროა ეს ჩვევები არსებობს ესეთი რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში, თუნდაც დილის რუტინა, რატომ უნდა დაიხარჯოს ენერგია ტყუილა, რა თქმა უნდა, კარგია, წახვალ არ ჭირდება ფიქრი, ის ფიქრი და ის ენერგია სხვა რამისთვის გადავდოთ და ადგები თუ არა იწყებ შენ დილის რუტინას, კბილების გახერხვა, თუ აბაზანის მიღება, თუ არ ვიცი, ყავის დალევა, ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება და ასევე დავამატებ იმას, რომ მანქანის ტარებაც, ხო, ძალიან ჩვეულებრივი ფაქტია და ყველა მიცის ეს, რომ მანქანაზე, ვინც დიდი ხანი წლები ზის, ატარებს მანქანას, უკვე საერთოდ არ ჭირდება არც ფიქრი, არც კონცენტრაცია, არც ზედმეტი გონების ჩართვა, პირდაპირ შეგიძლია გადახვიდეს სხვა ფიქრებზე, ავტომატურად გადაერთვება ეს, ხო, ეს ცნობიერად ხდება. ანუ მეც პირადად მივსულ არ დანიშნულების ადგილზე ისე, რომ საერთოდ ვერ მივხვდი, როგორ მივედი, იმიტომ რომ სხვა რამეზე ვფიქრობდი, ან მუსიკას უსმენდი, ან რაღაც მსგავსი სხვა ქმედებებით იყავი ერთი სიტყვით დაკავებული და ესეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე. ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ხო? მაგრამ საინტერესო აქ ის არის, რომ ჩვევების ჩამოყალიბება, ზოგჯერ გვჭირდება ახალი ჩვევების ჩამოყალიბება და ძველი ჩვევების როგორც განულება, თუ რა დავარქვა, ანუ
ძველი ჩრევების წაშლა ჩვენი მეხსიერებიდან, სხეულის მეხსიერებიდან დავამატებდი და ავხსნი ახლა რატო ვიძახე სხეულის მეხსიერებიდან. იმიტომ რომ ნახეთ 35-40 წლის ასაკში ადამიანი უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია თავისი ჩვევებით, მას უკვე აღქმაც ჩამოყალიბებული აქვს, პოზიციაც ჩამოყალიბებული აქვს და ჩვევებიც უკვე ფაქტიურად პროგრამის სახით არის შექმნილი და აღარ ჭირდება ენერგიაც აღარ არის ახლა იმდენი რომ ამ იმაზე დაიხარჯოს და ეს ავტომატურ რეჟიმში ტვინი აი ამ თავდაცვის რეჟიმში მუშაობს ერთი სიტყვით. ეხლა რატომღაც გამახსენდა დისპენსა, რომელსაც ძალიან კარგად აქვს ახსნილი, სამეცნიერო კუთხით აქვს ჩამოყალიბებული, როგორ ვიხსნის, როგორ ჩამოყალიბდა ეს ჩვევები და ასევე იქ კარგად არის გადმოცემული, მაგრამ აქაც ამასაც აქვს, მაილეთსაც აქვს, რომ ჩვევები არის ძირითადად ნახეთ როგორ არის ხო, როდესაც გონება და სხეული არის ურთიერთკავშირში, აი მაგ დროს ყალიბდება. ანუ უფრო კარგად ვახსნა ფიქრები, რომელზეც გამუდმივებით ვფიქრობთ რაღაცაზე ხო არის, რომ ვფიქრობთ მუდმივად, ყოველდღიურად და ეს ფიქრები წარმოქმნის თავისთავად ცხადია ემოციას, ხო? ჩვენს ემოციებზეა დამოკიდებული და ემოცია შესაბამისად ჩვენს სხეულზე აისახება შეგრძნებების სახით. ანუ როგორ ემოციებშიც ვიმყოფებით, შესაბამისი შეგრძნებებიც გვაქვს, ხო? ანუ როდესაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე რაღაცაზე ვფიქრობთ და მასზე ვამახვილებთ ძირითად ყურადღებას, შემდეგ ეს სხეულის შეგრძნებებზე როგორც ავხსენე ახლა, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს და შემდეგ უკვე აი გარკვეული პერიოდის მერე, რამდენიმე წელი გავიდათ მაგალითად და საერთოდ აღარ ვფიქრობთ იმ რაღაცაზე, სხეული ამას ავტომატურად იმახსოვრებს, ანუ ჩვენი უჯრედები ხო, სხეულის უჯრედები, ნეირონული ქსელი ყალიბდება, პროგრამა იქმნება და ტვინში და სხეული ამას იმახსოვრებს ასევე და აღარ ჭირდება უკვე ფიქრი, ანუ სულ სხვა რაღაცაზე იყოთ გადართული, სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდეთ, სხეული მოდის როგორც იცით, ძველი, აი პროგრამის მიხედვით ფუნქციონირებს და შეგრძნებები რჩება იგივე, რასაც წლების განმავლობაში ჩვენი ჩვენ რაზეც ვფიქრობდით. ასე რომ ნახეთ, სხეული მიეჩვია ამ მდგომარეობას და იმ განცდებში ცხოვრობს. და ეგრეთ წოდებულია, როგორც სხეული არის მიჩვეული ამ იმას, ანუ ჩვეულია ეს ჩვენთვის და შესაბამისად იგივე რაღაცას ვაკეთებთ, იგივე უნარები და ჩვევებით ვმოქმედებთ. და ჩვენ როცა გვინდა რომ ცხოვრება შევიცვალოთ, რა თქმა უნდა, ის წლების მიერ ერთი და იგივე ქმედებები გამეორებით, რომელიც ხდება ავტომატურად, აღარ გამოგვადგება და აუცილებელია შევიტანოთ მასში ცვლილებები. და აქაც ძალიან ბევრი ქიმიური პროცესებია ჩართული, ხო, ერთგვარი. ნახეთ, სხეულის რეაგირება რო შეიცვალოს, ძალიან რაღაც გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ. იმიტომ რომ ფაქტიურად 95% ადამიანის ქმედებების არის აი ეს დამახსოვრებული ქვეცნობიერი პროგრამები, რომელიც ავტომატურად მუშაობს, ანუ სხეული ამ შემთხვევაში მართავს გონებას, ანუ გონება და აზრი აღარ არის აქ წამყვანი, ვერგით სხეულის მეხსიერების მიხედვით ვიმართებით, ხო? და ეს მართავს ჩვენს ქმედებებს და სწორედ აი ეს არის ჩვევები. აი მე მგონია რომ და რაღაცნაირად კარგად ავხსენი, ხო? აი მოდი გავიაროთ კიდევ ერთხელ, უკეთესად რომ იყოს გასაგები. ნახეთ, თავში მოდის ფიქრები. გარკვეული ფიქრები მოდის, ყოველწამიერად სულ არის ხო ეს ფიქრები. თუ რამაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ანუ მუდმივად ერთი და იგივე ფიქრი მეორდება და უკვე ავტომატურად ამუშავდება ეს ფიქრები, ხო? ეს ფიქრი ანუ ტვინიდან სხეულს უგზავნის სიგნალებს და სხეული, როგორც ვთქვი, ტვინს ემორჩილება და შესაბამისი რეაქციით გამოიხატება. ანუ ქმედება შესაბამისი ხდება. მოკლედ, აი
არ ვიცი, ხა მე მგონი გასაგებად ავხსენი, ახლა კიდევ უფრო დეტალურად და გასაგებია როგორ იმართება ჩვენი სხეული და გონება ერთმანეთთან რამდენად კავშირშია და რა დანიშნულება აქვს უკვე ამას ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ხო, ძალიან ბევრი ჩვევა არის, რომელიც გვაქვს კარგი და ასევე არის ძალიან ბევრი ჩვევა, რომელიც ჩვენთვის არის ხელისშემშლელი პირდაპირი გარგებით და ბევრ შემთხვევაში არის დამაზიანებელიც კი. აი, ნუ ახლა აღარ მინდა დავკონკრეტდე, უკვე კარგად იცით, რომ აი მაგალითად ადამიანები, რომლებიც მიჯაჭვული ხდებიან რაღაცაზე, არა აქვს მნიშვნელობა რაზეზე, მათთვის ყველა შემთხვევაში დამაზიანებელი იქნება ეს, თუმცა ახლა ალკოგოლზე, ან მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება, უკვე ადიქცია, ნარკოტიკებზე, რაღაც აი ძალიან ისეთ თუნდაც მედიკამენტებზე, როდესაც არის ადამიანი დამოკიდებული, ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს, არა მხოლოდ ფსიქიკას, არამედ უკვე მთლიანად ჩვენს ცხოვრებას და მეტიც კიდე ხო, აი ფიზიკურ რეაქციას გამოიწვევს სხეულში და ძალიან მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ხო, ეხლა კიდე რაზე მინდოდა აქ მესაუბრა. აი, როდესაც ერთი წამით არ გამორჩეს, ხო, აქ გვეუბნება, რომ როდესაც თქვენ გსურთ, რომ ცხოვრება შეცვალოთ, გაამახვილეთ ყურადღება ჩვევებზეო და გვეუბნება, რომ თუ გსურთ გახდეთ მაგალითად გამორჩეული ლიდერი, მაგრამ არ იყენებ ლიდერობისთვის საჭირო უაღრესად მნიშვნელოვან პრინციპებს სამსახურში, ამ პირად ცხოვრებაში, ამ სფეროებშიც, რა თქმა უნდა, წარუმატებლობა გელით. სწრაფვა ყოველდღიურად სწორედ ცხოვრებისკენ მნიშვნელოვანია, სწორი ცხოვრების პრინციპებით, ხო? მაგრამ არც იმდენად, რამდენადაც კარგი ჩვევების არსებობა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჩვევები და ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამყოფი არც მოტივაცია და არც შთაგონება, თუმცა მე ვიტყოდი, რომ მოტივაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შთაგონებასაც, მაგრამ ყველაზე დიდი გამყოფი ეს არის ჩვევები, რომლებსაც იმ დღეების გადასატანად გამოიმუშავებ, როცა არ გინდა იმის კეთება, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ანუ აქაც დისციპლინა, ხო? რა თქმა უნდა, დისციპლინა არ არის ადვილი თვითდისციპლინა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ჩვევები, ცუდი ჩვევები ბჭალებში ვთქვათ, მოდი ცუდი დავარქვათ, იმდენად მოქმედებს, ისე კარგად მუშაობს და ისე კარგად აქვს აწყობილი სტრუქტურულად თავისი გეგმა, ჩამოყალიბებული, რომ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავი მოვიყვანოთ, დისციპლინა გამოვიმუშაოთ და თორე ყველა ადამიანი ესე ადვილი რომ იყოს, ნამდვილად მე დამეთანხმებით, ალბათ ყველა ადამიანი მიაღწევდა იმ მიზანს და დაისახავდა თუნდაც იმ მიზანს და იცხოვრებდა იმ ცხოვრებით, როგორც ცხოვრებითაც თვითონ სურს იცხოვროს. ხო, რატომ გვჭირდება ხა ეს ნევროზები, ხა ცოტა გადახროვა გამომივიდა, მაგრამ მაინც. იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების სტილი, რეჟიმი, ჩვენი ცხოვრების არ ემთხვევა ჩვენ სასურველ ცხოვრებას, ხო? ან იმ ცხოვრებით როგორც ცხოვრობთ, არ არის ისეთი, როგორც გვინდა რომ იყოს. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ფაქტორია ჩართული. და ერთ-ერთი ეს, რა თქმა უნდა, და მნიშვნელოვანი, როგორც ახლა ავტორი გვეუბნება, ეს არის ჩვენი არასწორი ჩვევები, ხელისშემშლელი ჩვევები. და ეს ჩვევებიც, როგორც უკვე ვთქვი, აი იმ პროგრამების შესაბამისად ყალიბდება, რომელიც ანუ კი არ ყალიბდება, აი ჩვევებიც ქმნის ერთგვარ პროგრამას, რომელიც უკვე ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. აღარ გვჭირდება უკვე მასზე დაკვირვება. და აი როცა ნახეთ, როდის შეიძლება ჩვევებზე ის გადაპროგრამება, ანუ ის ძველი ჩვევები, ახალი ჩვევებით თუ ჩავანაცვლოთ, როდესაც პირველ რიგში, მაშინ როდესაც ხდება ჩვევებზე დაკვირვება. და ჩვევებზე დაკვირვება თავისთავად უკვე იმის ჩვევებს დაკვირვებას მოვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ გავაანალიზებთ ჩვენს ემოციურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ემოციებს ჩვევებზე. ემოციური მდგომარეობის შედეგად
ყალიბდება ჩვენ. ეხლა ამას ავხსნი, როგორ იცით, აი სტრესულ მდგომარეობაში, როდესაც გვიწევს ყოფნა და სულ გვიწევს ხო, ამაზე მე ვისაუბრე წინა თავებში, რომ ადამიანს ყოველდღურად უწევს სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა. ეს შეიძლება იყოს ოჯახში, თუნდაც აი ხან ახლა რამდენი გადასახადები, ან ფინანსური პრობლემები შეიძლება იყოს, ან თუნდაც არ იყოს პრობლემები ფინანსური, შეიძლება ბავშვებთან რაღაც აღზრდაში, ან რაღაც სკოლაში შეექმნათ პრობლემა, ან ჩვენ შეგვექმნას რამე სამსახურში პრობლემა, კოლეგებთან სამსახურში. ნუ რა ვიცი, აი ძალიან ბევრი მიზეზი არის იმისთვის, რომ ყოველ დღე ადამიანმა გაიცადოს სტრესული მდგომარეობა და ტვინი ამას, რა თქმა უნდა, ხა ნორმად აღიქვავს, იმიტომ რომ შეჩვეული ამ მდგომარეობას, ეს არის ჩვენი ყოველდღიური მდგომარეობა, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე არის ის, რომ ტვინი აღიქვავს საფრთხეს ასეთ მდგომარეობის დროს, საფრთხე აღიქვავს ერთი სიტყვით ამ მდგომარეობას და საფრთხის დროს ჩვენ უკვე გამოდივართ ამ გააზრებული მდგომარეობიდან, ანუ ავტომატურად, ინსტინქტურად გადავდივართ თავდაცვის რეჟიმში. ეს ნორმალურია, ეს არის არ არის აქ ისეთი განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ რეაქციები იქნება იმის შესაბამისი უკვე თავდაცვის რეჟიმის დროს, იცით ხო, როგორი რეაქციები ირთვება. თუ მაგალითად კარგი ჩვევები გვაქვს გამომუშავებული და დამახსოვრებული ჩვენს სხეულს აქვს ეს კარგი ჩვევები, მაშინ რეაქცია იქნება ადეკვატური, ნორმალური და აღარაფერი აღარ იქნება აქ ესე იგი ხელი შემშლელი, ანუ არ შეგვიშლის შემდგომში ხელს, მაგრამ თუ ჩვენს სხეულს აქვს ისეთი ჩვევები დამახსოვრებული, რომელიც ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ვიტყოდი ცუდია, ანუ ხელი შემშლელი პროგრამები ჩაირთვება და ეს მერე უბრალოდ ნებისმიერ დროს შეიძლება, აი მაგალითად აფექტი რაღაცაზე რო აფექტები და უცბად შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთოს ადამიანმა, რომ საერთოდ მისთვის ძალიან აი როგორ თლიანი ცხოვრება შეცვალოს, ხო? და იცით თქვენ ესეთი მდგომარეობები არ არის იშვიათად, ძალიან ხშირად ემართებათ ხოლმე ადამიანებს. მოდი ავხსნათ ახლა რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ბიოლოგიურად, აი რა ავხსნათ რა ხდება ასეთ დროს, ხო? აი ძალიან დიდი ხანიც არ არის, აი რამდენიმე ბოლო 10 წელის განმავლობაში აღმოაჩინეს ეს ტვინის და სხეულის ურთიერთქმედებები ერთმანეთთან. მათ აქვთ ესე იგი ძლიერი ელექტრომაგნიტური სიგნალების გადაცემის უნარი და აი ცოტათი შევეხები ამ წიგში არ არის, მაგრამ მე მაინც მინდა შევეხო ჩვენს ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა და როგორი პროცესები მიმდინარეობს ამ დროს, ხო? ამ დროს ახლა თქვენ იცით, რომ არსებობს ისეთი ჰორმონები და ამაზეც ვისაუბრებ და ასევე ნეიროტრანსმიტერები და ნეიროპეპტიდები. მე მგონი სწორად ვამბობ ამ სიტყვებს, რომელიც ჩართული არის ამ პროცესში. ერთგვარი ახლა სახელებით რო თავი არ მოგაბეზროთ, ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც უკავშირდებიან ჩვენს ნერვულ უჯრედებს და შემდეგ უკვე გამოიყოფა ისეთი მაგალითად ჰორმონალური, ანუ ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის ახლა იცით თქვენ დოფამინი, მაგალითად გაგიგია სეროტონინი, ნორადრენალინი, ასევე არის ისეთი თვითონ ეს ნივთიერებები რაზე მოქმედებს, ხო? დოფამინის სიამოვნების განცდა, მაგალითად თუ გამოიყოფა, მაგალითად გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება რაღაც ისეთი პროცესები მიმდინარეობს, мотивация, მაგალითად სეროტონინი წყო-განწყობის სტაბილურობაზე მუშაობს კარგად, აი ძილის მდგომარეობას არეგულირებს, ანუ რამდენად გძინავს, კარგად არ გძინავს. ამას სეროტონინი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ამაზე. მადის კონტროლზე, როდესაც ადამიანი წონაში ძალიან გადაჭარბებული ყვება აქვს და იმატებს ამ პირიქით ძალიან იკლებს, ხო? სტრესის ჰორმონებიც არის, ხო? ნორადრენალინი და აი ნუ ძალიან ბევრი ისეთი ჰორმონია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დანიშნულება ჩვენთვის და ასევე ენდორფინები.
რომელიც არის დამოკიდებული ამაზე არის ძალიან ხშირად ჩვენი ემოციები, რა ვიცი, კიდე მელატონინი, ოქსიტოციდები, ნეიროპეპტინები და რა ვიცი ეს ყველაფერი სად გამომუშავდება? ეს გამომუშავდება ჰიპოთალამუსში ძირითადად. ჰიპოთალამუსი, ეხლა მე მგონი ძალიან ბევრი ტერმინები ვიხმარე და აი წაგიკითხავთ ეხლა პატარა მონაკვეთს უკვე წიგნიდან და მოკლედ დავასრულებ ამ ბიოლოგიური კუთხით ამის განხილვას. ნახეთ, რას გვეუბნება. სავარაუდოდ საფრთხის საპასუხოდ, როდესაც საფრთხე ემუქრება ამ სტრესულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ გვემუქრება საფრთხე, ანუ სტრესული მდგომარეობის დროს შენი ჰიპოთალამუსი აქტიურდება და თირკმელზე და ჯირყვალს აიძულებს გამოიმუშაონ ჰორმონები ადრენალინისა და კორტიზოლის ჩათვლით. ადრენალინი ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს, ანუ სხეულზე უკვე რეაქციებია, ხო, ადრენალინი როცა ჩაირთვება და გაიზრდება, ну აფექტის, ესე იგი, დიდი რაღაცნაირი მდგომარეობა ხდება ხოლმე, ხო, აფექტური მდგომარეობაში ადამიანი. ამ დროს არტერიული წნევაც იზრდება და ენერგიის დონეც. კორტიზოლი სტრესის ძირითადი ჰორმონია ორგანიზმში და როდესაც გააქტიურდება, სისხლში გლუკოზა გამოაქვს, ამით ორგანიზმის რამდენიმე ფუნქცია ამუშავდება, მათ შორის სიგნალიზაცია ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც აკონტროლებს განწყობას, მოტივაციას და შიშს. გარდა ამისა, როცა სტრესს განიცდი და ჩვევების რეჟიმში გადადიხარ, თუ გაქვს სწორი ჩვევები, დეპრესია და სასოწარკვეთილება არ გაჩნდება. თუ არასწორი ქცევების დროს უფრო სწორად ჩნდება დეპრესია და სასოწარკვეთილება და თუ სწორი ჩვევები აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, მაშინ სწორი ესეთი რაღაცები არ მოხდება რა. და სწორედ აი, როცა ადამიანი განიცდის სტრესს, გადადიხარ ამ ჩვეულ რეჟიმში, თავდაცვის რეჟიმში, რაზეც ახლა ვისაუბრე და თუ არასწორი ჩვევები გაქვს დასწავლილი, ანუ პროგრამის სახით უკვე ავტომატურ რეჟიმში, მაშინ წარმოიქმნება სწორედ აი ეს შიში, სასწარკვეთა და ხანგრძლივად გამეორების შემთხვევაში უკვე შენ ფიზიკურ სხეულზე აისახება, როგორ ჩნდება დეპრესია, ნევროზი, ენდოკრინოლოგიური დაავადებები. ეხლა ხო ვისაუბრე, წავიკითხე აქ გვეუბნება, რომ წნევები იწევს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება გაჩნდეს, ხო? და მე მგონი აქ აქვს განხილული უბრალოდ მოუყვები, ხო? აი, კი ბატონო, დოფამინი აჩენს ეიფორიის შეგრძნებას, ეიფორია კი შენი ორგანიზმის სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს და ხელს უწყობს ენერგიის დაზოგას. ამ სწორი ჩვევების შემთხვევაში, როგორც ვთქვით, დოფამინი გამოიყოფა და ამ დროს კი იზოგება ის ენერგია, რაზეც ვისაუბრეთ, რა დანიშნულებაც აქვს ამ ჩვევას, მაგრამ სწორად ხდება ეს ყველაფერი და ჩვენთვის იქნება პირიქით სასიკეთო, არანაირ ცუდ ზიანს არ მოგვაყენებს, ხო? ზიანს არ მოგვაყენებს. ეხლა აქ რაზე აქვს კიდე ლაპარაკი. ეხლა მოდი ვისაუბროთ, როგორ ხდება ჩვევების შეცვლა. აი აქ აქვს სამი ძირითადი ასპექტი, სამი ძირითადი ეტაპი აქვს გამოყოფილი. ეს პირველი ეს არის ტრიგერი, მერე არის ქმედებები და ძალიან მნიშვნელოვანი მესამე ეს არის ჯილდო. და განვიხილოთ ეხლა ანუ ახალი ჩვევების შექმნის გასაღები, ეს არის მიზანმიმართული აზროვნება და გამეორება. ახლა ნახეთ ტრიგერი რა არის. ტრიგერი არის ერთგვარი აი ჩამრთველი რაღაცის. როგორც ეხლა აი ეს როცა ადამიანს აქვს ტრავმა მიღებული, მაგალითის სახით რო განვიხილოთ ეს ტრავმებზე. და ბავშვობაში, ხო? ან რაღაც გარკვეულ ასაკში არ ვიცი და იმის მერე გავიდა წლები და გონია რომ გადაამუშავა ეს ტრავმა, ყველაფერი წესრიგშია, კარგად არის, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ერთხელაც აი რაღაცა მოხდა დაუშვათ მის ცხოვრებაში ტრამვის მატრავირებელი სიტუაცია, რომელმაც ეს ტრავმა გამოიწვია. მაგალითად აი მან ავარია რაღაც საგზაო შემთხვევა მოხდა და იქ ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო და ტრავმული შემთხვევა გამოიწვია ამან, ტრავმაც გამოიწვია ამან და მერე წლების მერე როცა ყველაფერი კარგად არის, გაიარა იმ ადგილზე ადამიანმა და ჩაირთო აი ის პროგრამა, ანუ ამუშავდა, ანუ
ამ შემთხვევაში ის ადგილი გახდა მისი ტრიგერი. შეიძლება კიდევ რა იყოს, იცი, აი სუმიც იყოს ტრიგერი, შეიძლება რაღაცა ხელის მოძრაობა, ან რაღაცა. სხვათა შორის აი ამ საკითხებზეც, ამ ტრიგერის შეცვლაზეც აუცილებლად უნდა შეცვალოთ ეს ტრიგერი იმისთვის, რომ ახალი ჩვევა ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ჩვევებზე არის ტრიგერი მიბული. ამ საკითხზე კარგად მუშაობს ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება და იქ არის ისეთი ტექნიკები, აი ხელის მოძრაობით მაგალითად ახალი ჩვევის ჩამოყალიბება და ნუ ეხა ეს დიდი ტექნიკებია და ამაზე დღეს აღარ შევჩერდები, უბრალოდ მიყვები წინის განხილვას და შესაძლებელია შემდეგში ჩავწერო რამე ისეთი ტექნიკა თუ გექნებათ რა თქმა უნდა სურვილი და მოთხოვნა იქნება დიდი, აუცილებლად რაღაცას ჩავწერ და როცა ხასიათზეც ვიქნები ხო ამასთანავე. ანუ უნდა შევქნათ ახალი ჩვევის გამოსამუშავებლად ახალი ტრიგერი. და ეხლა ამ წიგში თვითონ ავტორს აქვს ბეისბოლის თამაშის დროს, მაგალითად, სანამ ეს მაგალითი მოყვანილი, სანამ დაარტყავს ჯოხს, მაგალითად, ერთხელ არტყავ, ხო? ჯოხს თეფშზეო, შენ ახლა შეცვალეო, თუ გინდა რომ მოიგო, ნუ და უფრო შეცვალო ეს ცვლილებები შეიტანო ამ თამაში, სამჯერ უნდა დაარტყა. და ასევე არის აი თითების მოძრაობითაც თუ შენ ჩვევას ჩამოაყალიბებ და აი მაგალითად ესეთ ჟესტს გააკეთე. ნუ ნებისმიერ ჟესტს არ ვიცი ხა რა ჟესტიც გინდათ გამოვიყენეთ. ამ დროს ჩვევის შეცვლის დროს ძალიან გეხმარებათ აი რაღაცა პატარა ჟესტის ცვლილება. ანუ ტრიგერი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. და ასევე უნდა შეიცვალოს ქმედება. მეორე. ეს არის ქმედება, რომელიც სადაც განახორციელებ შენი რეაქცია გაძლიერებული მზადყოფნის მდგომარეობაზე, რომელსაც გადაეყარე. და ხო, აქაც მაგალითები აქვს მოყვანილი, ქმედებების შეცვალე. აი მე მაგალითად მოგეყვანთ ესეთ მაგალითს, მაგალითად თქვენ ყოველ დღე სამსახურში როდესაც მიდიხართ, გაივლით ერთი და იგივე გზას, ხო? და ერთი და იგივე რაღაცები ხდებათ თქვენს ცხოვრებაში. თქვენ თუ გინდათ რომ აი რაღაცა ჩვევა შეცვალოთ, პატარა ჩვევებით დაიწყეთ, ჯერ ხო არ არის ხო მარტივად, თუ ესე ჯერ პირდაპირ დიდ ჩვევის შეცვლაზე გადავიდეთ, ჯერ პატარ-პატარებით ივარჯიშეთ, ანუ გავარჯიშება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვევების შეცვლასთან დაკავშირებით. ამას აქვს დიდი როლი, იმიტომ რომ ვარჯიშის გარეშე არ გამოვა. და აი მაგალითად დილით მიდიხართ სამსახურში ერთი და იგივე ადგილზე, ეხლა შეცვალეთ თქვენ ამ ადგილის ტრაექტორია, თუ რა ქვია, ანუ სხვა გზით წავით. თქვენ შეიძლება მეორე დღეს დააკვირდეთ და სხვა გზით წავიდეთ მესამე დღეს, მაგრამ თუ არ დააკვირდებით, იგივე გზით შეიძლება მოგიწოთ და მე გაგახსენდება, თუ აი მე ხო ახლა სხვა გზით უნდა წავსულიყავი. ეს ჩვევა, ანუ ერთი და იგივე პატარა ჩვევა და შეცვალეთ სხვა გზით წასვით და აბა ნახეთ როგორ გამოგივათ დააკვირდით თქვენ თავს, ხო? ანუ ყველა ნაბიჯს დააკვირდით, დაკვირვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვევების შეცვლის დროს, იმიტომ რომ ამის გარეშე სხვანაირად არ გამოვა და ეს არის დაკვირვება, გააზრება, მე ხა ხო ვილაპარაკე ტრიგერის ახალი ტრიგერის ჩამოყალიბებაზე და ქმედებების შეცვლაზე, ხო? და შემდეგი მესამე ეს რა იყო? მესამე იყო ჯილდო. ანუ აუცილებლად ყველა პატარა ჩვევის ჩამოყალიბების დროს აუცილებლად დააჯილდოვეთ თქვენი თავი. რაღაცა პატარად, თუნდაც სტაშითო ავტორი გვეუბნება. მაგალითად, აი თქვენ უკვე გავიდა, ნუ ის არ მithქვია, ხო, ჩვევების ჩამოყალიბებას მინიმუმ 21 დღე მაინც სჭირდება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება საკმარისი, ეს პირველი ეტაპი იქნება, მე უკვე 3 თვე და 1 წელი მაინც სჭირდება იმისთვის, რომ აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში გადავიდეს თქვენი ესა თუ ის მოქმედება, ჩვევის სახით ჩამოყალიბდეს, ანუ იცით რატომ? იმიტომ რომ არის ეს წლების მიერ შექმნილი პროგრამა, რომელზეც ვისაუბრე უკვე საკმარისად ბევრი, მე მგონი გასაგებად და ამას ახლა 20 წელი ერთ და იგივე რაღაც საკეთებ ადამიანი. მე ახლა ერთ თვეში და ერთ კვირაში და ანუ ერთ თვეში ადვილად ვერ შეცვლი. იმიტომ რომ ვისაუბრე იმაზეც, რომ აქ არის ბიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, ესე მარტივად არ არის, ხო? ეხლა სხეულს აქვს დამახსოვრებული ის ფაქტები, ის ჩვევები, რომელიც ჩამოგვიყალიბდა და გვინდა არ გვინდა ამ რეჟიმით ცხოვრობთ და ამ რეჟიმით მოქმედებთ. ვაკეთებთ ყველაფერს და
ამიტომ არის საჭირო პირველ რიგში გააზრება, დაკვირვება და მერე უკვე ყოველდღიურობაში ამის გაკეთება და გარკვეული პერიოდი, როდესაც ამას აკეთებ ერთი და იგივე სამეორებ, თავისთავად უკვე შეიცვლება ის ნეირონული ქსელით შეიცვლება. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ნეირონული ქსელი. ანუ ახალი ნეირონული უჯრედები არ იცვლება, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ამას ეპიგენეტიკაც კარგად შეისწავლეს და იქაც კარგად არის ახსნილი, თუ გინდათ ჩახედეთ ინტერნეტში, მოიძიეთ რა არის ეპიგენეტიკა, ან ნეირონული უჯრედებზე ინფორმაციის მოძიება შეძლებთ და აი როდესაც ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, ერთი სიტყვით ძალიან უფრო ადვილი იქნება და უფრო მარტივი იქნება თქვენთვის ჩვევების შეცვლათ, იმიტომ რომ გააზრებულობა არის პირველი ნაბიჯი. და მერე უკვე აქ ერთი ტექნიკა ქონდა მოყვანილი და ეს ტექნიკა გამომჩაო წამეკითხა, თუმცა წავიკითხავ, ხო, ჯილდოზე ვისაუბრე და მოდი ახლა ამ ტექნიკას მოვწებდი და აუცილებლად წაგეკითხავთ, როგორ აკეთებ და თვითონ და როგორ შეცვალა ეს ჩვევები. ის ვერ წაგეკითხავთ ამ ტექნიკას. ხო, აი ნახეთ, ტრიგერის გამომუშავებაზე ვისაუბრე. ნახეთ რა გჭირდება, მაგალითად, თუ შენი მიზანი არის ხო, საამისოდ პირველი რაც უნდა გააკეთოს, ან ჩვევების ჩამოყალიბების დროს, ხო? ან ჩვევების სიის შედგენა, რა ჩვევებიც თქვენ გქონდათ აქამდე და მეორე სიას ადგენთ, რომელიც კონკრეტული მიზნის მისაღწევად დაგჭირდებათ. ანუ ჩვევები, რომელიც დაგჭირდებათ კონკრეტულად რაღაცა მიზნის მისაღწევად, ჩამოწერეთ, დააკონკრეტეთ, ცათთავთ ყველა. მაგალითად, თუ შენი მიზანი ფიტნეს უკავშირდება, რომელი ჩვევები უნდა გამოიმუშავო, ეს დაწერეთ და რომელი ვარჯიშები, როგორი კვება, ცილის მოხმარება თუ წყლის სმის რეჟიმი დაგჭირდებათ ამ მიზნის მისაღწევად. შემდეგ უკვე ჩამოთვალეთ ჩვევები, რომლებიც ვერაფერს გარგებს სასურველი მიზნის მიღწევაში. შეგიძლიათ ეს დაიწყოთ ემოციებით, რომლებიც სტრესის დროს გჩვევიათ. ნერვიულობ, ბრაზობ, გეშინია, იძაბები, ან შესაძლებელია თავდაჯერებულობას კარგავ. შენს ქმედებებს ეს ჩვეული ემოციები განსაზღვრავს. ამ დროს კითხე საკუთარ თავს. სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას, როდის მივაღწევ უკეთეს შედეგს, როცა სავსე ვიქნები ამ უარყოფითი ემოციებით, თუ უფრო დადებითი ემოციებით, რომლებიც როგორც არის სიმშვიდე, აღფრთოვანება, აღუშფეთქვალობა და კონცენტრირების უნარი. გახსოვდეს, რომ შენი ტვინი მუდამ ცდილობს ენერგიის დაზოგვას. ხო, ანუ უნდა დაწეროთ, სიაში ადგინოთ, რა გჭირდებათ, როგორი უნარჩვევების გამომუშავება და აუცილებლად ემოციებზე გაამახვილეთ ყურადღება, იმიტომ რომ უნარჩვევის გამომუშავებისთვის ემოციები არის გადამწყვეტი. თქვენ თუ ემოციებს არ გააკონტროლებთ და ემოციებს არ იმუშავებთ, ძალიან რთული იქნება ჩვევის ჩამოყალიბება, ახალი ჩვევის ან ძველი ჩვევის დავიწყება და გადაპროგრამება, ხო? აი, ეს იყო სულ რაზეც პრინციპში ცოტა არ ვისაუბრე და საკმარისად აი ესე ღრმა თემა, ბევრი შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ არც ახლა არ მოგაწოდეთ ცოტა ინფორმაცია, შევეცადე რომ აი ამეხსნა შეძლების დაგვარად ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისთვის ნამდვილად არის ჩვენი ჩვევებზე დაკვირვება და ამაზე მუშაობა. ალბათ თქვენიცით წარმატებებს გისურვებთ და შემდეგში უკვე სხვა თემით შევხვდებით ერთმანეთს. ეს იყო მე-12, თუ არ ვხდები მე-12 შეხვედრა, არა, მე-12 კიდევ ერთის შეცვლის შესაძლებლობა და ჩვევები. მე ამას პირველ ადგილზე დავაყენებდი პირადად. თუმცა აქ მე აგერ მე-12 ეტაპში ვართ უკვე. დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგში.